საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მეზობლებთან ერთად თავისი ვენახის შეწამლა. პრეზიდენტს მეზობლებთან ერთად კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილიც ეხმარებოდა. ხომბაში რომ ვისარგებლეთ თქვენი შემოთავაზებით რომ შევწავლოთ ერთად და ხალხი წამალი დაგენებული და შევწავლოთ. გამოვიცვალე უცებ და აბა რა ვქნათ. აბა სეტყვები არ ყოფილა ხო არც? არა, გადარჩა, ყვარელი გადარჩა. ერთი სადღაც 500 ჰექტარი გაანადგურა გურჯაანში, საგარეჯოში, ცოტა თებერვალში. ზოგს ისეთია, სულ ყველაფერი გაუნადგურა. რაც ეხა ავტყობო, მაინც არ შესეულმარს. არა, ეს პრეპარატები ისეთია რომ ეს სადაური ეს საიდან ჩამოვა. ეს საიდან ჩამოვთხოვე. ეს კუპერტინი არის ესპანური შაბია. აჰა. კირი და შაბია შეულებია, არაფერი პრობლემა არ არის, კარგად ასდება ფოთოლზე. და კარგი გამოდის ალია. შარშან ეს ჩინური პრეპარატები რო ქონდა, შარშან წინის განსაკუთრებით ძალიან უხარისხო იყო რაღაცაიდან. ეხლა ძალიან ხარისხიანი შემოდის, ეხლა ძალიან კარგია. ფერმერთა დახმარების ცენტრი რო გაკეთა, იქ ძალიან კარგი სპეციალისტები წავს კვალიფიციური. თქვენ ფერმერთა ხარი მოკამრეთ. კაი ბატონო. ადრე ძველი აპარატები რო იყო ხომ, სამ ბევრი გადიოდა და იგრებოდა და ამას აი როგორ აფსებს. ხო და თან მარტივი რაღაცაა ხო, აი ძალიან აი უმარტივესი რაღაცაა ეს აპარატი და აი ეხლა შემოვიდა ახალი და რა მარტივი რაღაცებს ვერ ვაკეთებთ ხომ. ისეთი პატარა ტექნოლოგიების დანერგვა, სულ პატარა რაღაც შეცვლი და უკვე ცვლის ყველაფერს. აი ეხლა სოფლებში რო დავდივარ, იმდენად მარტივი რაღაცები უნდა რომ მოსავლიანობა ორჯერ სამჯერ გაიზარდოს, აი ხანდახან გაუგნებული ვარ, ალხამდე სად ვიყავით, რატო არ ვაკეთებ. მაგრამ აპარატი იყო 10 კილო, ახლა 16 მეტრას ჩაასხავდი და ზურგების გადასკვლელი ჰქონდა ადამიანს. ეხლა ესენი 2 კილოა თუ 1 კილოა და პირი ხარ არაფერი სახალი სოცარი რა. მოვიდა ახალი შემოდგება. ბიჭებო ზემოთა ტრანსში შემოდგება. აბა მოეთ. ყველანი ერთად დავალ. აბა რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? როგორც შეგვიდა ბატონო პრეზიდენტი ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად და წამლის. ხო შევთანხმდით. ერთად უნდა დავკრით. აბა რა უნდა ვქნათ? თავარია, ეხლა რო ყურძენი, ეხლა კაი პირი უჩანს რა. არა, ძალიან კარგია. ეხლა თავარია დავობინაოთ. 2-3 წელია რომ ყველაფერი გამოსწორდა ჩაბარებაზე, რამე არაფერი პრობლემა არ აქვს. ოჩერედები აღარ არის მოხსნილი. ეგ თავარია რომ რიგი მოიხსნა და თავარია რომ ფასი არ დავარდა, მიხედავთ რომ შარშან მეტი იყო. შარშან მეტი იყო მოსავალი და ფასი არ დავარდა. ამიტომ წელს იმუშავებთ იმაზე რომ ცოტა ავწიოთ. თან ეხლა ახალი ქარხნები გაჩნდა. გურჯაანში ძალიან დიდი ახალი ქარხანა გაიხსნა. ახალი ბაზრები გამოჩნდა. ასე რომ წელს უნდა ავწიოთ ფასი. მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ყველა ამაზე. ხა ძალიან ესე ადვილი სათქმელია, მაგრამ იმედია კარგი გამოგხდეთ. ტევანი მართლა კაია ძალიან. მოულები ძალიან კარგია. თანამ სტიქია, მაინც ამათ არ შეეხო. აი ეს არის აი ჩემ ბავშვები გამახსენე. მაგარი ტევანია. თველში რომ დავყავდით ხოლმე სკოლებიდან კომპიუტერში და გამუშავებდნენ. ეს არის ყურძენი. კი, აგვისტოში ვიყავი, იმაში რა ქვია, შრომის სემესტრში ორჯერ მანავში გაგომწესე სკოლიდან. ეხლა უფრო მსხვილია. კი, ეხლა უფრო მსხვილია. მაშინ მახსოვს ეს მსხვილი არ იყო. ყურძენს ვეძახით, ცოტა მსხვილი მაცვალი აქვს. კაი გემრიელი სუფრის შიშია რა. ეს შეიძლება მზისგან არის დამწვარი. ზემ დაწვა? ზეწვა აქვს ხოლმე ხო. მაგრამ სიტყვა პირიქით აქვს სამაგიეროდ თუ წავს. ჩვენი ყურძენი საჭმელად რო არის, ხაწითელი, ეგეც სოფლიოში ყურძენი არსებობს მართლა. უბრალოდ ვერ ვინახავთ კარგად რომ უცხოეთში გავიტანო. საფერავი ახლა ამერიკაში ვიყავი და იტალიური რესტორანია, სადაც მოაქვთ ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინო. და ის კაცი ლექცია ჩამიტარა ტოსკანას ღვინოები, რომელიც ყველაზე ძვირი იყო, ერთი ბოთლი სასიკაია, ორნელაია, სოლაია, ღირს რაღაც 500, 700, 800, 1000 евро ხო? ერთი ერთზე გავს ჩვენ აი ამ ვენახის ამ ქინძმარაული სოფლის საფეროს. ერთი ერთზე იგივე გემოაქვს და ეხლა მე რომ მიფიქრე მომეჩვენა თქო იმ კაცმა მომიყვა და ამიჯდა რომ ეს ვენახები ნაცისებები ევროპაში რო გაანადგურა ფილოქსერა მთელი ყურძენი საქართველოს ჩამოიტანეს ევროპაში ბევრ ადგილზე. ისე გავს ეს ტოსკანური ეს ძვირი ღვინოები ამ საფეროს ეგ გამაუგნებელია. და ჩვენ უბრალოდ კარგად უნდა მოვისწავლოთ მაგის მარკეტინგი და ბაზარი არის განუსაზღვრელი. აქ უკვე ის საკითხი არ გვიდგას სად გავიყიდება თუ არა ღვინო. სად გაიყიდება და რა ფასით გაიყიდება. იმიტომ რომ ჩვენი პასპორტია. ხო. 700 евро ღირს იქა. ეხა იქ ჩვენ აქ გვენატრება კიდე 5 თეთრი დამატებით და 10 თეთრი ამ ჩვენ ღვინოებზე. უბრალოდ უნდა
ცოტათი დრო უნდა და ბეროთ მეტი მუშაობა რომ გავაგებიოთ ხა. საჭმელად ყველაზე საუკეთესო ყურძენი გვაქვს სოფლიოში და ჩამოსასხმელად ღვინო გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო. ასე რომ და სხვა ჯერს მაგან წაიღო მაგან კახეთიდან 100 ქვევრი სლოვენიაში წაიღეს ჯერ და მე ჩილოტელიაში ტოსკანაში და ეხა ამერიკაში ყიდის და ლოს-ანჯელესის მერმა დამბადია რესტორანში და თან ყავდა ერთ რამდენიმე მაგარი იქავა ადგილობრივი ბიზნესმენი ვიღაცები და ყველა ერთხმად მიქებდა ამ ქართულ ტექნოლოგიად ამზადებულ ღვინოს. ყველა მიცის იქ. ჩვენ აქ არ ვიცით რომ ეგეთი რაღაცა არის რომ პოპულარულია უკვე. ამით პირდაპირ გამახსენდა ეგრევე ჩემი ვენახი და ვიფიქრე და აქაურობა საერთოდ და ვიფიქრე რომ აი რამდენად ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი რომ ამის კარგი რეკლამირება გავწიოთ. ძალიან კარგად არის მოვლილი რა, აი მომეც ეგეცია. ეს რომ მოიწავა იგეთ სანახავი იქნება, აი 11 ღირება ამის ყურება რა. ყველა ვინც უცხოელი ჩამოყავს და ხან ხო ჟურნალისტი მოყვება, ვიღაცა მოყვება, მინისტრის აი ესა და მე რეკლამა გუკეთება ჩვენ ყურძენს და ღვინოს ყველგან. თვითონაც სიამოვნებას იღებენ, მაგრამ თავარი მე ტელევიზორში გაესტებ ჩდება და ინტერნეტში და უკვე სხვა პერსპექტივები გუჩნდება ამის გაყიდვისთვის. მე მგონი ამდენი უცხოური დელეგაცია რამდენიც ბოლო ერთ წელიწად ნახევარში ამ ვენახში ჩამოვიდა, კახეთში არ ყოფილა ისტორიაში ერთ მთლიანად. ძალიან მიხარია ეს ფაქტი. ძალიან ვამაყობ. ყვარელი ჩაოლები ადამიანის წარმოდგენაში იყო სადაც განაპირა იმაზე ილია ჭავჭავაძე ბევრი რამე თუ მოხდა იქ აღარ გვახსოვდა. ეხლა ნახე რაღაც გადაცემა გადაუღიათ ეგერ ზემოთ ილიას ტბაზე რომ ვიცი რა იყო ჩემზე უკეთესად ჩაოლები დაჭაობებული ადგილი და ისეთი სილამაზე იყო თავი გეგონა ეს სურათები რო ნახე რაღაც მუსიკალურ გადაცემას იღებდა. სურათები რო ნახე ბულვარის და ტბის თავი მეგონა რაღაცა აი ყველაზე უფრო განვითარებულ შვეიცარიაში ან ძალიან მაგარ ამერიკულ ადგილზე მაგრამ იმასაც ღერ ჩამოვარდება ბევრ რაღაცას ჯობია აქაურო და საერთოდ ამის პოტენციალი ეს საერთოდ დაკარგული ქონდა თუ ქონდა საერთოდ ეგ ერთ სასტო მარჯო ერთი მარცხი ძალიან ბევრი რამე კეთდება ანტვას თელი კახეთი იქოქება ეხა თელავის გადაუფრინა წერან უნდა თელავის გაკეთდეს და ლაგოდეხის მაგრამ ყვარელი იყო ჩიხში ტუპიკში ვიყავით აი როგორც ქევში რო რაღაცა დაამწვიო არაფერი არ აკეთდებოდა სად რა ხდებოდა ქვეყანაზე არაფერი არ ვიცოდი ეხლა რო გახუდი აი ახუდი აი 1 კილომეტრი ბუმი მიდის მშენებლობისა ეს ხო უნდა დაინახოს ადამიანმა და უნდა დაახუძოს ჩედი ის კი არ გვიდა ვინ ტაში დაგვიგრას ფეხებში არ გაგვებლანდონ თორე დანარჩენი არავის ტაში დაკვრა არ გვიდა არავის დაფასება გვიდა რომ გაკეთდეს ეს არ აკეთდება ხო აბა რა ხო აბა ღმერთ შეგვეციოს გაგემართით დიდება უფალს წელს ჩვენ გვექნება იმედია ყველაზე მაგარი თველი რაც როდეს მქონია რა თუ რო ესე წავიდა როგორც გეგმართ ესე რიგები ამოძირკვეთ მერე ესე იგი ხალხნება დაიწყეს უკვე აწყეს ეს კონვეიერი ჩაბარების ბაზრები გავხსენით ბევრი ეხლა წელს გავა ერთი 15 მილიონი ბოთლით მე ვფიქრობ მეტი ვიდრე შარშან და შარშანცი შიდა ბაზარი გაიზარდა ტურიზმის გამო და წესით გასაღებს პრობლემა არ გქონდა გურჯაანში ძალიან დიდ ქარხანას ახლა ღვინის და ის განტვირთავს ქვედა ზონას იქით აქეთ ხარხებს მაქსიმალურად ველაპარაკებით რომ ფასების მაქსიმალურად შევეცადოთ რომ დავიჭიროთ ზემოთაც წავიდეს, იმიტომ შარშან ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდა და დავიჭირეთ ფასები. უკვე კარგი იყო, იმიტომ რომ საფრთხე იყო რომ ჩამოვარდნილიყო. ეხლა წელს შედარებით იმასთან შედარებით შეიძლება იმდენი აღარ მოვიდეს და ამიტომ როგორმე უნდა ვიმუშაოთ რომ ეს შესხივის ფასიც საბაზრო მექანიზმის გამოყენებით დავარეგულიროთ. ატამია წელს ეგეთი მოსავალი არ ყოფილა. ეწყლები ბევრი რო იწვიმა მაგან ქათავ. წელს თველი უნდა იყოს აი სამაგალითო. ვერავინ არ უნდა. იმიტომ თვითონ ბუნება მათ ხელი შეგვიწვა გააფუძა. თავი რა ხარ დაისწოს. იმაში რა ქვია, სადღაც რაიონებში 500 ჰექტარი დასეტყვა და ხალხს ყველაფერი დაკარგა ზოგიერთმა, მაგრამ აქეთ გადავჭით ჯერჯერობით. ისეთი ადგილმდებარეობა გვაქვს სამი მხრიდან მთები გვიცავს. აი აცდება. და წყალი ჩამოდეს და ალაზველი ხო ისე მთებიდან წყალი ჩამოდეს. სადაც არ ჩახვიდე მიწაში წყალია. ამიტომ წყალი მართლა ისეთ დალუცველი მიწა ხო, ამიტომ არის რა. მაგრამ აი ხა რასაც ვიძახე პატარა ტექნოლოგიურ გაუმჯობესებით ეხლა რო დავდივართ სოფლებში აი სულ პატარა უნდა გაუმჯობესო რაღაცა და შეიძლება ორჯერ და სამჯერ გაზარდო მოსავლიანობა იქ ტრაქტორს რაღაც სპეციალური კბილანებიანი აგრეგატი უნდა დაუდგა და მეორე კომბაინი რაღაც ხوانერად უნდა გააკეთო იქ ქვების ამონხები მანქანებია ბევრგან სადაც
განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში საჭიროა არასდროს არ გვინახავს და 1-2 წლის მოსავალს პრეპარატები ახლა წერა ერთ გუშინ წინ ქალბატონი იყო მათმა შემიჭამა თელიყანაო და რო დავწუდე 40 ლარი რო დაეხარჯა იმ პრეპარატზე და ეხა ეს ბოლოს რამდენი პენსიონერებიც ხავთ სახში და იმ პენსიიდან გამოიქუთა 40 ლარი რო დაეხარჯა 5-6-7 ლარი იქნებოდა შემოსავალი. მარტივი რაღაცა და ის 40 ლარი და იქვე არის იქვე 5 კილომეტრიდან სახნე ფერმერთა პუნქტი. უბრალოდ არასდროს არ ყოფილა. მივედი საკარმიდამოში შევედი, გამოვიყვანე, ჩავისვი, მივიყვანე, ვაჩვენე, აი ეს არის კონსულტანტებია მიცეს და თან იძახოდა და თელსოფეს გაუნადგურავდა. იქვე აღმოჩნდა გვერდზე მის თელამის 1 ეზოს იქ მეზობელი რომ თქვა რომ მე ვიყიდე ესაო და შარშან მქონდა 10000 ლარი კიდე ვაბინებ 10000 ლარამდე ავდიო შემოსავალი. მომავალ წლებში უნდა ვიფიქროთ ახლა შვეიცარიაში ეგ ადგილებში ამ ვენახის დაცვა ზემოდანაფარებენ ამას ბადეებს. ძალიან ძვირი კი ღირს, მაგრამ უნდა დავთვალოთ ეკონომიურად, რამდენად შესაძლებელია ჩვენთან ეს და ნელა დავნერგოთ, იმიტომ რომ მეორე მხრივ გარანტირებულად გიცავს ყველაფერს. კიდე უნდა დავნერგოთ დაზღვევა. ეხლა დაზღვევა არ მუშაობს და არა და ყველგან სოფლიოში ცივილიზებულ ადგილებში დაზღვევა. დაზღვევა ხო ქონდა, ხო რაღაცა. რადი ხო? რაც რუსებმა არ გაიტანეს, მე ჩვენება დაყიდეს 90 წელს შეგაბარატებ. მათ შორის უცხოეთს აყიდეს გააფუჭეს. ეხლა რომ ცდილობთ უკან შემოტანას, ისაც გვიფასებენ რომ და ყველა ქვეყანას არ გაძლევს, იმიტომ სამხედრო ტექნოლოგიათი ცვლება. ჩვენებს მივეცე დავალება რომ დაამუშავო რაღაც ეგეთი აპარატები, რომ ჩვენ გვჭირდა ცავიეცო ქარხანის და სატანკო ქარხანა, სადაც არტილერიის სისტემებს უშავ. ამიტომ არაფერი რთული ეხა უმაღლესი მათემატიკა ეგ არ არის. ალაზანი ერქვა ხო? ალაზანი. სპეციალურად ერქვა რუსულ დალანკას. გამოიწვია. აი ეს არის 1-2 საბჭოზე ვოწოვ და მე შემოგვიყვანდა ფიჭლიანად. რაც მოვასო სიკეთეში და ეხა უკვე მე უნდა გადმოვიდა თქვენ და მე დაგიყვარო შეწამაში. აბა მარტო ცალხრივია გამო. ყოველდღე თქვენ მოდიხართ ჩემ დასახმარებად და რა ვქნა. გაგიბართ თქვენ.